ვინც ჩემს სოციალურ სივრცეს ადევნებს თვალს როგორც Facebook-ზე, ასევე YouTube-ზე, მათ კარგად იციან თუ რა სახის ვიდეოებს ვანთავსებ მეფუტკრეობის შესახებ. ვინც პირველად მხედავთ, შეგიძლიათ დაათვალიეროთ ჩემი როგორც Facebook გვერდი, ასევე YouTube გვერდი და გაეცნოთ იმ ვიდეოებს თუ რა სახის ვიდეოებია განთავსებული ორივე სოციალურ სივრცეში. მეფუტკრეობის შესახებ რა თქმა უნდა. დღევანდელი ვიდეო კი იქნება მცირედით განსხვავებული. მეფუტკრეობის შესახებ ვისაუბრებ და ფუტკრის ოჯახების განვითარებაზე, მაგრამ ერთი საკითხი მინდა გავმარტო და მინდა რომ გასაგები გახდეს მათთვის, ვინც ამ ხრივ კრიტიკულად არის განწყობილი. სოციალურ სივრცეში უკვე ორჯერ შემხვდა გარკვეული საკითხი. ერთი ეს არის ის, რომ ადამიანს სურდა შეეძინა ნატურალური თაფლი, მაგრამ ეს თაფლი არ უნდა ყოფილიყო შაქარ-ნაჭამი ფუტკრების მიერ შეგროვებული. მეორე შემთხვევაში კი ერთ-ერთ ძალიან ძლიერ მეფუტკრესთან ვიდეოზე, სადაც ის სხვა საკითხს განმარტავდა, იყო განთავსებული კომენტარი, რომ თითქოს იყენებდა შაქარს ფუტკრის კვებაში და ასევე სარეალიზაციო გამზადების დროს უმატებდა შაქარს ფუტკრებს, რომ მათ კიდევ უფრო მეტი პროდუქტი შეექმნათ და ამით გაემრავლებინა უფრო მეტად მარაგი. ვფიქრობ, რომ ესეთი სახის ინფორმაციის განთავსება დამოკიდებულია საქმის და თემის არცოდნასთან და ეს დასაცინი ნამდვილად არ არის და საჭიროა ამ თემის ჩაშლა და განმარტება, რომ მათთვისაც გასაგები გახდეს, ვინც ამ აზრს ეყრდნობა და ამ აზრს აფიქსირებს და ძალიან ბევრი შესაძლებელია ემხრობა კიდევაც მათ მიერ დაფიქსირებულ აზრს. ძირითადად ესეთი აზრის დაფიქსირება სოციალურ სივრცეში მეფუტკრეებში იწვევს ირონიულ დამოკიდებულებას და ასევე ხშირ შემთხვევაში ამ საკითხს პასუხსაც კი არ სცემენ. იმიტომ რომ ძალიან დიდ აბსურდს წარმოადგენს. და თუ რატომ ამას მე განმარტავ ჩემი საფუტკრის მაგალითზე, მეც მეფუტკრე ვარ უკვე რამდენიმე წელია და მაქვს საფუტკრე მეურნეობა, თქვენც ხედავთ კადრში სკებს, ეს სკები ჩემს წინ და უკან მზად არის იმისთვის, რომ გავამრავლო ოჯახები და კიდევ უფრო მეტი ფუტკრის ოჯახი შევქმნა ჩემს საფუტკრე მეურნეობაში და მეტი პროდუქტი გამოვიმუშაო. მე ვარ დაბა ხარაგაულში, იმერეთში, ხარაგაულის რაიონში, სადაც მაქვს ჩემი საფუტკრე მეურნეობა და ჩვენთან გაზაფხულზე, როდესაც იწყება ბუნების აყვავება, ძალიან მცირე რაოდენობის თაფლოვანი მცენარეები ყვავის და ასევე ბალახები, საიდანაც შეუძლია ფუტკარს შეაგროვოს ნექტარი და ყვავილის მტვერი, რომელიც სჭირდება საკუთარი ოჯახის განვითარებაში და გაზრდაში. როდესაც ახორციელებს ამ ნექტრის შეგროვებას, ის ამით აგრძნობინებს დედაფუტკარს, რომ ბუნებაში გაჩნდა საკვები მარაგი და უნდა მოხდეს ამ საკვები მარაგის შეგროვება, რადგან მთელი ზამთრის მანძილზე ფუტკარმა გამოიყენა ის თავისი შეგროვებული საკვები მარაგი და უნდა შეავსოს ის დაცარიელებული ადგილები. ამით დედაფუტკარი იწყებს კვეცხმდებლობის მატებას, რადგან სჭირდება ოჯახს უფრო მეტი წერი, რომ უფრო მეტი რაოდენობის ნექტარი შეგროვდეს და იწყებს დედაფუტკარი უფრო მეტი კვერცხის დადებას და ფუტკრის ოჯახიც ყოველ 21 დღეში ერთხელ იზრდება და ვითარდება. ასე დროს გაზაფხულზე, როდესაც ყვავის არაერთი თაფლოვანი მცენარე, საიდანაც აგროვებს ფუტკარი, როგორც თქვი, ნექტარს და ყვავილის მტვერს, ძალიან ხშირ შემთხვევაში ჩემს რაიონში ემთხვევა ძალიან ცუდი ამინდები, წვიმიანი ამინდები, დაბალი ტემპერატურა, რაც ხელს უშლის ფუტკარს როგორც განვითარებაში, ასევე გარეთ გამოსვლაში და ნექტრის და ყვავილის მტვერის შეგროვებაში. სწორედ ასეთ დროს, ასეთ რთულ ამინდებში, როდესაც ფუტკარს უჭირს გარეთ გამოსვლა, ჩვენ მეფუტკრეები ვერთვებით ფუტკრის განვითარებაში და ვეხმარებით ხელოვნურად. ანუ ვაწვდით დამატებით საკვებს. დამატებითი საკვები შესაძლებელია იყოს თაფლიანი წყალხსნარი და ასევე შაქრიანი სიროფი. თაფლიანი წყალხსნარის გამოყენება ძალიან კარგია, მაგრამ ძალიან ბევრი მეფუტკრე ამას ვერ მოახერხებს, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვიღებთ თაფლს, სრულად უწევთ რეალიზაციას ამ პროდუქტს და ვიტოვებთ მხოლოდ იმ რაოდენობას, რაც დაგვჭირდება საკუთარი მოხმარებისთვის და ასევე იმ ნაზავების დასამზადებლად, რომელიც ნაზავებსაც შემდეგ მივაწვდით ადამიანებს, რაც მათ ჯანმრთელობას ძალიან წაადგენს. ასევე ვერ განსაზღვრავს მეფუტკრე გაზაფხულზე თუ რა რაოდენობის ცუდი ამინდები იქნება და თუ რა რაოდენობის თაფლიანი წყალხსნარი დაჭირდება და თუ რა რაოდენობის თაფლი დაჭირდება ფუტკრის კვებაში. ამიტომ ასე დროს ვიყენებთ უფრო მარტივ
მეთოდს, ეს არის შაქრის სიროფის დამზადება. შაქრიანი სიროფი ასეთ დროს გაზაფხულზე მზადდება დაბალი კონცენტრაციით, შაქრის დაბალი შემცველობით, რომელსაც უწოდებთ გამაღიზიანებელ კვებას, რითაც დედაფუტკარს აგზნობინებენ ფუტკრები, რომ მართალია ცუდი ამინდია, მაგრამ არის ბუნებაში მაინც საკვები მარაგი და მან არ უნდა შეწყვიტოს კვერცხმდებლობა. და დედაფუტკარიც ჩვეულო რეჟიმში და ჩვეულო რიტმში დებს კვერცხს, რითაც ხდება ფუტკრის ოჯახების გამრავლება და განვითარება. ამ შაქრის სიროფს ვუმატებთ ასევე ვიტამინებს და მინერალებს და ასევე ბუნებრივ წყალხსნარებს თუ ნაყენებს, რომელიც სჭირდება ფუტკარს გაძლიერებაში და იმ ბაქტერიების მოშორებაში, რომელი ბაქტერიების გამოჰყვა ზამთრის მიმდინარეობიდან. რომ განვმარტოთ კიდევ ერთხელ, ეს არის გამაღიზიანებელი ეფექტის მქონე შაქრის სიროფი, ვიტამინებითა და მინერალებით დატვირთული, რომელსაც ვაწვდით ჩვენს ფუტკარს ცუდი ამინდების გამო, რომ ის ვერ ახერხებს მარტივად გამოვიდეს და შეაგროვოს ბუნებაში არსებული ნექტარი და ამით ჩვენ ვეხმარებით ფუტკრის ოჯახებს განვითარებაში და გაზრდაში. რომ ღალის პერიოდისთვის ფუტკრის სკა და ოჯახი იყოს მზად, შეაგროვოს ნექტარი. ეს დანიშნულება აქვს სულ გამაღიზიანებელ კვებას შაქრის სიროფით და ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ფუტკრის კვებაში და არც მეფუტკრეობაში. არანაირ საფრთხე არ ემუქრება არც თაფლის ნატურალურობას და არც ფუტკარს. გეტყვით კიდევ რომ არსებობს მეორე სახის სიროფი, რომელიცშიც არის მაღალი კონცენტრაცია შაქრის, ეს არის 2 ნაზავი, ანუ 2 კილო შაქარი და 1 ლიტრი წყალი და ესეთი სახის სიროფის გარდაქმნა შეუძლია ფუტკარს საკვებ მარაგად და მოათავსოს უჯრებში, მას იყენებს საკუთარი ბარტყის კვებაში. მაგრამ ესეთი სიროფი ეძლევა კონკრეტული დანიშნულებით. ასეთი სიროფის მიწოდება ხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც გაზაფხულზე თუ განაყოფი, რომელსაც მე გავაკეთებ, ვერ ვითარდება საკვები მარაგის უქონლობის გამო და ვუმატებთ მას და ვეხმარები ამ საკვები მარაგის შექმნაში, რომ მან გამოყვებოს ბარტყი, ასეთი კონცენტრაციის სიროფს ასევე ვაწვდით გაზამთრების წინ, როდესაც ვამზადებთ ჩვენ სკებს საზამთროდ, ვამოწმებთ სკებში არსებული მარაგების რაოდენობასა, თუ რომელიმე სკას არ აქვს შესაბამისი რაოდენობის მარაგი, რაც ეყოფა მას გამოზამთრების პერიოდში, ვუმატებთ ამ საკვებ მარაგს და ვუქმნით შესაძლებლობას, რომ მან შეიქმნას საკვები მარაგი სკაში და მარტივად გადაიაროს ზამთარი, რომ მარაგის ამოწურვის გამო არ მოხდეს ფუტკრის ოჯახების განადგურება შიმშილით. ეს დანიშნულება აქვს მეორე სახის სიროფს. აქედან შეგვიძლია განვმარტოთ და მარტივად ჩამოვაყალიბოთ, რომ პირველი სახის სიროფს, რომელიც არის გამაღიზიანებელი ეფექტის, ჩვენ ესე ვუწოდებთ ამ სიროფს, არის დაბალი კონცენტრაცია შაქრის შემცველობის, იყენებს ფუტკარი მხოლოდ საკუთარ საკვებად და კვებავს დედაფუტკარს, დედაფუტკარი აუმჯობესებს კვერცხმდებლობას, ამავე სიროფში შედის ვიტამინები და მინერალები. მეორე სიროფი კი ეს არის სქელი სიროფი, კონცენტრაციით მაღალი შემცველობა შაქრის, რომლის გარდაქმნა შეუძლია ფუტკარს საკვებ მარაგად და მოათავსოს უჯრებში და გამოიყენოს საკუთარი და საკუთარი ბარტყის კვებისთვის. მოდი დავუშვათ ის, რომ მაგალითად მე ვიყენებ პირადად მეორე სახის სიროფს, ანუ სქელ სიროფს, მაღალი კონცენტრაციას და ვაწვდით ჩემ ფუტკრებს იმისთვის, რომ შევქმნა თაფლის მაგვარი სითხე სკაში და მე ეს გავიტანოს სარეალიზაციოდ. ავიღოთ სკის მაგალითზე, ამ სკაში არის 10 ჩარჩო, 10-ვე ფუტკრით სავსე და ასევე აქვს მას მეორე სართული და ისიც არის სავსე 10 ჩარჩოთი. ანუ სულ ამ ორ სართულზე იყოფება 20 ჩარჩო. ამ 20 ჩარჩოდან საშუალოდ შემიძლია მე ამოვიღო 12-13 ჩარჩო თაფლით სავსე, მაგრამ თუ მე შაქრის სიროფს ვიყენებ, ესე იგი აქედან ამოვიღებ თაფლის მაგვარ სითხეს, შაქრით დამზადებულს 12-13 ცალს. საიდანაც თითო ჩარჩოს წონა არის 2 კილოგრამი. ასეთ შემთხვევაში ამ ერთი ოჯახის გამოსაკვებად, ასე ვთქვათ, და ამ ერთ ოჯახის მიერ ამ პროდუქტის ამ რაოდენობით დამზადებისთვის დაჭირდებათ მათ 50 კილოგრამი შაქარი, ანუ 1 ტომარა შაქარი. თუ მე მყავს 20 ძირი ესეთი სკა მეორე სართულებით, ესე იგი საშუალოდ თუ 2 კილოიანი იქნება თითო ჩარჩო, დამჭირდება 1 ტონა შაქარი. 1 ტონა შაქარში ფინანსური ხარჯი, თუ შაქარი 110-120 ლარი ეღირება, დამჭირდება 2500 ლარის ხარჯის გაწევა, ფინანსური ხარჯის გაწევა,
რომ თავი დავანებოთ იმ ფიზიკურ შრომას, თუ რა რაოდენობის შრომა უნდა გავწიო მე იმისთვის, რომ ეს რაოდენობა თაფლი მაგარი სითხე ავიღო და შემდეგ რეალიზაცია გავუკეთო და აქედან გამომდინარე თუ მე 20 ძირზე 1 ტონა შაქარი მჭირდება და 2500 ლარის მოცულობის ფინანსური ხარჯი უნდა გავწიო, შეგიძლიათ დაიანგარიშოთ იმ ადამიანებმა, რომლებიც ასეთ აზრებს აფიქსირებთ სოციალურ სივრცეში, რა რაოდენობის ხარჯი ექნება 100, 200, 400, 600 და 2000 ძირიანი საფუტკრე მეურნეობაც კი არსებობს საქართველოში და რა რაოდენობის ხარჯი უნდა გაწიოს მხოლოდ ფინანსური ფიზიკურ შრომასო თავი დავანებო. განმარტავ იმასაც, რომ 1 ლიტრი სიროფის აღებას ფუტკარი და ფუტკრის ოჯახი ანდომებს 24 საათს. ასევე არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ როდესაც ბუნებაში ჩნდება ნექტარი, ფუტკარი და ფუტკრის ოჯახი დამატებით კვების ათვისებას აღარ ახორციელებს, ის გადართულია მთლიანად ბუნებაში ნექტრის შესაგროვებლად და მას დამატებითი საკვები აღარც ჭირდება კი სკაში. რომც ჩავკეტოთ ფუტკრის ოჯახი და მხოლოდ ჰაერი შედიოდეს სკაში, რომ არ მოხდეს ფუტკრის ოჯახის განადგურება უჰაერობის გამო და სიცხის გამო, ამ შემთხვევაშიც კი თუ ბუნებაში ღალა არსებობს და ღალა მიმდინარეობს და სურნელია გავრცელებული ხემცენარეების, ყვავილების მიერ, ამ შემთხვევაშიც კი არ აიღებს საკვებ მარაგს, დამატებით საკვებ მარაგს ფუტკრის ოჯახი და ფუტკარი. შესაძლებელია აიღოს იმ შემთხვევაში, თუ მე ამ სიროფებში ჩავამატებ გარკვეულ კონცენტრაცია ნატურალურ თაფლს და თუ მე შაქრის სიროფისგან ვამზადებინებ თაფლის მაგვარ სითხესთან, შემდეგ ვახორციელებ მის რეალიზაციას, საიდან მექნება თაფლი ასეთ სიროფში სასამატებლად და იმ დონის არასერიოზული უნდა იყოს მეფუტკრე, რომ ეს ფინანსური ხარჯი გაწიოს იმისთვის, რომ ესეთი სითხის აღების შემდეგ ერთხელ მოახდინოს მისი რეალიზაცია და შესაძლებელია ასეთი სითხის რეალიზაციის პროცესში პასუხის კი მოთხოვოს მას იმ ადამიანმა, რომელიც შეიძენს ამ სითხეს მისგან. დღეს, როდესაც შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეამოწმოთ თაფლის ნატურალურობა ძალიან მარტივად და მალე და დაადგინოთ ის ნატურალურია თუ არანატურალური. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ ესეთი ფრაზების დაფიქსირება, ესეთი აზრების დაფიქსირება სოციალურ სივრცეში საფრთხის შემცველია იმ შემთხვევაში, თუ ეს მიზანმიმართულია და მიზანმიმართულად ხდება ქართული ფუტკრის, ქართული თაფლის, ქართველი მეფუტკრეების დაზიანება. იმეც ვიტოვებ, რომ ეს არის თემის არცოდნის გამო დაფიქსირებული წინადადებები და დაფიქსირებული აზრები. ამ ვიდეოში შევეცადე, რომ განვემარტა ეს საკითხი და ვფიქრობ, რომ გასაგებად ავხსენი, თუ რაიმე გამომრჩა კონკრეტიზაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, შეუძლია ნებისმიერ მეფუტკრეს და ნებისმიერ მეფუტკრეობაში გათვითცნობიერებულ ადამიანს გააკეთოს კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ, რომ კიდევ უფრო გასაგები გავხადოთ მათთვის ეს საკითხი, რომ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს შაქრის სიროფის გამოყენება ფუტკრის კვებაში, მას აქვს კონკრეტული დანიშნულებები, ვიყენებთ კონკრეტული დანიშნულებებით. ამიტომ ჯობია კითხვის სახით დავსვათ, რატომ იყენებთ ფუტკრის კვებაში შაქრის სიროფს, რა დანიშნულება აქვს და ჩვენ და ჩემზე კიდევ უფრო მეტად პროფესიონალები ამ საკითხის განგიმარტავენ ამ თემას და გასაგები გახდება თქვენთვის, თუ რატომ ვიყენებთ ჩვენ შაქრის სიროფს ფუტკრის კვებაში. ეხლა კი დაგემშვიდობებით და დროებით.